გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ, კარგად იცით, ვინც ჩემ ვიდეო ბლოგებს და ჩემს მოღვაწეობას ადევნებს თვალყურს, მე არასდროს არ მჩვევია და არ მიყვარს სხვისი ოჯახის საქმეებში წყვილის ჩაყოფა და მსგავსი რაღაცეები, არც ინტერნეტი იქნება თუ არც პირადი ურთიერთობები იქნება. ეს არა ჩემთვის მისაღები თემატიკა და ნამდვილად არ განვიხილავ ამ საკითხებს. გამონაკლისი არის, როდესაც ეს ყველაფერი შეეხება ჩვენი ქვეყნის ბედს და იღბალს, ისეთ შემთხვევები, როდესაც ქმარი ხდება მინისტრი და ცოლი ხდება ლამის მოადგილე და მსგავსი რაღაცები, ან კორუფციას ეხება, ან უბედურებას რაღაცას, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, თორემ მე მათი ოჯახური ამბები ნამდვილად არ მაინტერესებს. არ ვიცი, არც დღეს არ მაინტერესებს, სიმართლე გითხრათ, მე ამ კუთხით არ ვაპირებ ამ ვიდეო ბლოგის ჩაწერას, ნამდვილად არ მაინტერესებს პირადი ურთიერთობები, გარკვევენ პირად ურთიერთობებს თვითონ და ვისი რამდენი წილი არის, ეს 100 არის, ის არ არის ეს ჩემი საქმე. ეს არის ერთი რაღაცა უბრალოდ რა, საქართველოში ეხა ნორმალური ადამიანები ამას დიდი ხანია ამჩნევენ და ვამჩნევთ ყველა, რომ ეგრეთ წოდებული ოჯახური ძალადობის კანონი, რომელიც შემოთხარეს ქართულ საზოგადოებას უკვე ქოცების მმართველობის პერიოდში, უკვე არაერთი წელი არის, დაახლოებით 10 წელიწადზე მეტი არის, ანადგურებს და აუბედურებს ქართულ ოჯახებს და ხელშემწყობი არის ოჯახების დაქცევის, განადგურების, გადაგვარების, ოჯახური ნგრევის კანონი ქვია ამ ყველაფერს და არ ქვია არანაირი ოჯახური ძალადობის კანონი. ეს კანონი ყველა მიცის, რა არის, როგორ არის, ქალს ბოდიში და 100 არის, რომ ეს რა ქვია, სექსი რომ მოუნდეს და კაცმა რო უარი უთხრას, კაცია დამნაშავე, კაც რო სექსი უნდოდეს და ქალმა უარი უთხრას და კაცმა მოთხოვოს, კაცი არის დამნაშავე და ყველაფერში არის კაცი გამოყვანილი, საერთოდ რა ვიცი, საშინელებად, მოძალადეთ, კაცჭამიათ და შეიხედეთ ციხეებში, გადახედეთ სტატისტიკას, ამ უბედურების სტატისტიკას, 60% დაახლოებით, მინიმალური 60%, ასე რომ ვთქვათ, დღევანდელ საპატიმროში სხედან ეგრეთ წოდებულ ოჯახურ ძალადობაზე. მე არ ვამბობ, რომ საქართველოში და საერთოდ არ არსებობს ქვეყნები და არ არსებობს საზოგადოება, სადაც ძალადობა არ ხდება ოჯახში, ან არ ხდებოდა, ან არ მოხდება მომავალში, მაგრამ მსგავსი კანონები, რომელი კანონებიც მიღებული არის ეგრეთ წოდებული გლობალისტი პიდარასტების მიერ, რომლებიც ოჯახს საერთოდ არ ცნობენ, არ აღიარებენ, მათ არ აქვთ, მათი მთავარი სამიზნე არის ტრადიციული ოჯახების განადგურება, რომელიც შემდეგ ბუნებრივად ითვალისწინებს მოსახლეობის შემცირებას, ოჯახის ჩანაცვლებას, ეგრეთ წოდებული ქალს და მამაკაცს შორის კი არა, კაცს და კაცს შორის, ქალს და ქალს შორის ეგრეთ წოდებული კონტრაქტის დადებას, რომელსაც ოჯახს არქმევენ და მსგავსი უბედურებები, რაც არის მსოფლიოში მიღებული, ეს არის მთავარი სამიზნე განადგურებისა. მე უამრავი შემთხვევა მქონია და ჩემს ვიდეო ლაივებში არაერთხელ მithქვია ის, რომ მსგავსი უბედურებები ხდება, მათ შორის ჩემ მეგობრებს დამართნია და პარადოქსული სიტუაციები მომხდარა, მაგალითად მომენტი, როდესაც ეს რა ქვია, კაც საერთოდ არ ყავდა ცოლი, უბრალოდ ტელეფონზე ვიღაცას ეჩხუბებოდა, მეზობელმა დარეკა, რომ ოჯახური ძალადობა არისო, მოვიდნენ, კაც ცოლი არ ყავდა სახლში, საყვარელი არ ყავდა, რა ვიცი, გიფრენდს თუ რას უძახით, ის არ ყავდა, არავინ არ ყავდა და იცნობდა, პატარა ქალაქია, ტყიბულში მოხდა ეგ ამბავი, ყველა იცნობდა, რომ ასე არისო ეს ყველაფერიო და ვიცითო, კაცო, რო არ ცოლი ყავსო და რო არ ძალადობო, მაგრამ პრიორიტეტული დანაშაული არისო და უნდა წაგიყვანოთ გაგასამართლოთ. რის გულისთვის მასამართლებს, კაც ცოლი საერთოდ არ ამყავს. რა ვქნა თუ ახლა ესო პრიორიტეტული დანაშაულიო და წაიყვანეს, კაცი 24 საათი ყავდათ იზოლატორში, გამოუშვეს მერე და 6 თვიანი პირობით იმიცეს, მაინც რაზე თვითონაც არ იცის დღეს და კაცშვილმა არ იცის დღეს. და ეგრეთ წოდებული ოჯახური ძალადობა ჩაუწერეს მის დანაშაულში. კაც, რომელსაც ცოლი საერთოდ არ ყავდა. მიზანი იყო ის, რომ ეს ბიჭი იყო ავტორიტეტული ადამიანი, რომელსაც სიტყვა ეთქმოდა ქალაქში და ეთქმის, გვერდმა გაუმარჯოს და
მიზანი იყო რომ აი ამ ადამიანის რაღაცნაირად დამორჩილება, გატეხვა და ასე შემდეგ, მაგრამ გამაოგნებელი ესენი კომუნისტებს დაცინიან რა, თხა გაასამართლესო და რაღაცა ბოდვებს იგონებენ, როცა კომუნისტები სანატრელი გახდნენ ამ ხელში. ამათი სიმართლის და ამათი სასამართლოს ხელში 37 წელი გახდა სანატრებელი, მაშინ გამამტყუნებელი განაჩენების რაოდენობა 93% იყო და ამათ რეფორმირებულ შიგ ევროპულ სასამართლოში 99.7% იყო გამამტყუნებელი სასამართლოები. ამ ლოგიკით რო დაუკვირდე, იმ კომუნისტებს ფეხები უნდა ბანოს ადამიანმა და ნახევარზე მეტმა მე გასამართლებულებმა, იმ ტროიკის გასამართლებულებმა ხალხმა მე აღიდგინეს სამართალი და ახლა რამდენის რეაბილიტაცია მოხდა და ეს ცალკე თემა არის. სხვა მიმართულებით ვამბობ. ლუკა კურდანიძის ამბავს გულისხმობ. ეს დილას დავწერე უბრალოდ პოსტი, სადაც თქვი, ჩემი მხარდაჭერა ამ ვაშკაც ადამიანს, ლუკა არის ძვირფასი ადამიანი, უამრავი საერთო მეგობარი ყავს ერთმანეთის მიმართ. პატივისცემით ვარ ნამდვილად ამ ბიჭის მიმართ განწყობილი მისი ცხოვრებიდან გამომდინარე, მისი სპორტული მიღწევები იქნებოდა თუ სამართლობაზე ხმის ამოღება იქნებოდა თუ მსგავსი რაღაცეები იქნებოდა, ყოველთვის იქ იდგა, სადაც უნდა მდგარიყო ზოგიერთებიდან განსხვავებით, რომლებიც იმ უსამართლობის პერიოდში, უსინდისობის პერიოდში, როდესაც ეს სააკოვის და ამათი უჯიშო ბანდა თარეშობდა მთელი საქართველოს მასშტაბით და აუბედურებდა ქართველებს და ქართულ სახელმწიფოს, მაშინ ლუკა ხმას იღებდა და წინა ხაზზე იყო და მოკლეს და 1000 უბედურება დამართეს. ეხლა გავრცელდა უბრალოდ კადრები, მე ჩემი მხარდაჭერა გამოვხატე და გამოხდა ეს ქალბატონი მისი არ ვიცი ყოფილი ცოლი, რომელმაც აქ უზარმაზარი კომენტარი დაწერა, არ ვიცი, წაიკითხეთ, თურმე როგორ ცოლი იყო 2013-დან 11 წელი ცოლი ყოფილა და მე ესო Facebook-ზე ვასხა მეგობრებში მყავხარო ეს არ მაინტერესებს Facebook-ზე ზაღლდაღორი მყავს მეგობრებში იმდენი მტერი მყავს მეგობრებში მოყვარე რომ მყავდეს რა მიჭირს იმდენისას მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არის მოძალადე სათქმელი ბევრი მაქვს და რაღაცა და რაღაც მე არ მაინტერესებს ამათი ოჯახური თანაცხოვრება ნამდვილად არ მაინტერესებს ნამდვილად არ ვამბობ ამ მიზნით ამ ყველაფერს ვამბობ სხვა მიზნით კაცო დებილი უნდა იყო ადამიანი ავადმყოფი უნდა იყო ადამიანი რომ ამას ვერ ხვდებოდე რაც ხდება დღეს რასაც ეს მდედრიონი ჩადის საქართველოში შეეტენებიან აეკიდებიან ვიღაცას არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ იქნება მთავარია ფული კონდეს ქონება კონდეს სახელი კონდეს მერე ადგებიან მოაწყობენ პროვოკაციას გაალახიებენ თავს ან რაღაცა და იქეთ თან გაშორდებიან და ქონებას ცალკე წაართმევენ და თან სახელს გაუტეხავენ და შეურაცხყოფას მიაყენებენ რომ ასეთი და ასეთი იყო ეს ადამიანი აი ეს არის ამ კანონის ამოსავალი წერტილი რომ აი ამ გნიდა ადამიანებს რომელ გნიდა ადამიანებსაც არ შეუძლიათ ნორმალური თანაცხოვრება ან რაუბედურება ბიჭო ვაშორო ეს კომენტარი ანდა რაუბედურება არის ელემენტარულ კითხვას ვსვამ რაუბედურება არის ახლა მასაკ აღავებხის ყაოსანში ჩავიხედო მარტივ ენაზე მაგრამ ჯერ კიდე რუსთაველს აქვს ნათქვამი ხამს მიჯნური ხანიერი არ მეძავი ბილწიმ რუში რა მოშორდეს მოყარესა გაამრავლოს გულთქმა უში გული ერთსა დააჯეროს კუშტი მიხვდეს ნინდა ქუში ბძულს უგულო სიყვარული ხვევნა კოცნამ ტლაშამტლუშიო აი ესეთი უგულო ადამიანები რომ ჯერ ან ოჯახს როგორ ქმნიან ან მე ამ ოჯახში როგორ თანაცხოვრობენ აგერო 11 წელი ცხოვრობდითო ერთათო და მე რო ყველაზე მეტად რაც მეზიზღება როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს დაშორდება და ბინძურის საცვლების ლოგინში რა ხდებოდა და ეს რა ხდებოდა ის რა ხდებოდა ეხა ამ ნელიკუნა დოროყაშვილის აკოთებული ნიფხვით წალეკეს რამდენი ხანი ბიჭო ესე იგი უკვე ინტერნეტში ტელევიზიაში შესრულა მეზიზღებოდა ყველგან ეს კახპა იყო ატრიალებული ხო გახსოვთ ეს ყველაფერი ახლა ეს გამოვიდა დოროყაშვილი 2 გასაგებია ახლა ეს ყველაფერი რაშიცა როგორცა საქმე ამას აქ აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე პოლიტიკური სარჩელი თავიდან საერთოდ ქალი არის მამაკაცისთვის ყველაზე დიდი სისუსტე არის ამიტომ ხშირად ხდება ასე ხდება და ასე მოხდება მომავალში კაცის ტვინის არევა თუ უნდა და კაცის
გამოფიტვა თუ უნდათ ვიღაცა ქალს მიუგზავნიან, მე ეს მიგზავნილი ქალი შიგნიდან ანგრევს ამ ადამიანის პირად ცხოვრებას და პირად ცხოვრება არეული ადამიანი მე ვერაფერს ვეღარ აკეთებს საერთოდ ცხოვრებაში. ეს სპეცსამსახურების ჩამოყალიბებული მეთოდი იყო ყოველთვის. გადაუხვევს მისი ცხოვრებიდან და დაიკარგება პიროვნება. ამიტომ ეს ყოველთვის ძლიერი იარაღი იყო აი ამათ ხელში. არ ვიცი ერთი წუთი რას ვწდები, რას არ ვწდები, მე არ მაინტერესებს ესა მაგ ქალს ასაკიდებელი ჭირდა, აკიდებული ჭირდა, იქ იყო დაწერილი უამრავი კომენტარები, მისმა მეზობელმა დაწერა, ჩემ გვერდზე შემოგზანდით და ნახეთ, მისი ყოფილი წინა ქმრის მეგობარმა დაწერა, რომ თურმე ისეთი კარგი ბიჭი იყო, ის ქმარი, რომელი ქმარიც იყო და მე იმას თურმე თავი ჩამოუხჩვია ამასთან ურთიერთობის გამო. ეს არ არის ჩემი საქმე. ეს მე არ მაინტერესებს, ხალხო. არ მაინტერესებს, მე ამაში არ ვერევი. შებრძანდით და ვიდაც გაინტერესებთ, გაარკვიეთ. იქ არიან ეს ქალბატონიც იმ გვერდზე არის და რა ქვია, იქ არიან მისი ყოფილი ქმრის მეგობრები და იქ არიან ის მეზობლები და ყველა წერს თავის სათქმელს, რასაც ამბობს ეს. არ არის ჩემი საქმე. მე ვამბობ ადამიანური მორალური თვალსაზრისიდან გამომდინარე. ის რაც დაიდგა, ის რაც დადგმულია, ელემენტარულს აი 1000 სიბინძურე იწერება, არ მაინტერესებს რა ხალხო, აი მართლა არ მაინტერესებს რა. ჯერ კურტანიძე მიუვარდაო, კაცი მისახში იყო. რა ვიცი, მიადგა მთელი, რა ვიცი, ვისი ჟურნალისტებით და პროვოკატორებით და ამიტომ მოუწყო პროვოკაცია. მოუწყო პროვოკაცია და ხა კაცმა იმოქმედა კაცის მხრიდან, მამაკაცის მხრიდან. ისე როგორც ამოქმედო იყო. ან რა ჯანდაბად გინდათ ბიჭო, რა უთავ, ამ ფულზე მაინც ეს ქალები ბიჭო და ამ საქართველოში რამდენი მომრავლებულია ეს ამ მატერიალისტი გადაგო, აი იყავი მატერიალისტი, მას შენით შექმენი ეს კოლექტიური დოროყაშვილები. სხვის ქონებაზე დამწარებულები, სხვის ფულზე დამწარებულები, ქართველის აღარ კმარა ამ ხალხს. გადახედეთ, აგერ ინდოელი სტუდენტის ჩანაწერები წავიკითხე, ესე იგი, გავგიჟდი, რომ სომხეთში და აზერბაიჯანშიო არ გვინდაო ჩასვლაო, იქიდან გამომდინარეო, რომ იქო ქალებიო, ასეო არ გვღებულობენო და იქაური ის არ გვღებულობს და საქართველოშიო, კაცო, აგერო ესო, რა ქვიაო, ეს ქალებიო სტუდენტურ ცხოვრებას რომ შვენივრად რამ დაგაბოზათ, რამ დაგაჩათალახათ ჯერ ზოგადად ეს მოუტანა ამ გლობალიზაციამ, ამ შიგუკნიდან ევროპის კარზე სიარულმა საქართველოს. ეს მოუტანა. ეს გარყვნილი, გადაგვარებული ქალები და ეს დამწარებული მატერიალისტი ადამიანები, რომლებსაც ერთადერთი მიზანი აქვს. მივიდნენ კანონით, გაინაღდონ ყველაფერი, მერე მოაწყობენ პროვოკაციას, მერე კანონი მოქმედებს ავტომატურად. შენ იყავი კარგად, შენ ვაიმე ძალადობა მოხდა, ვინმე შეგეხო, ვინმე ესა რა ქვია, გაკაწრა, ვინმე რამე გითხრა, აგერ კანონი ძმაო, მოვა კანონი და დაგიცავს. დაოჩემო და შენ კაციშვილი და ეს აყროლებული ეს ბაია პატარაიას ორგანიზაცია ფუჩუ და ეს ფუჩუს გენერლები რო დარბოდენ ქუჩაში მართლა და რო ყვიროდენ და წიოდენ და კიოდენ ჩემი ფუჩუ, ჩემი არჩევანი. ამათ რო გონდათ ძალაუფლება მიცემული, რა კანონები უნდა მიეღოთ პარლამენტში და რა კანონები უნდა გასულიყო პროკურორებად რო იყვნენ ჩამჯდარები. ადრე იყო ეს რა ქვია, წამალს ჩაუდებდნენ ახალგაზრდა ადამიანს, იარაღს ჩაუდებდნენ ადამიანს. ახლა შემოვიდა ქალის ჩადება. იმიტომ რომ ეს წამალი და იარაღი არ ლაპარაკობს და ამ დედამოწყვილ პროვოკატორს ვერ გააჩერებ. მოგიგონებს 1000 უბედურებას, ამეკიდა, იძალა და მიხმარა, ასექნა, ისექნა. ესე იგი, კაცების და საერთოდ კონსერვატიული და ნორმალური საზოგადოების გასანეიტრალებლად შექმნეს უნივერსალური იარაღი. და გადახედეთ, ამან გამოიწვია მე იმ ოჯახების ნგრევა, იმ ავსება. მე გეტყვით, ეს პირდაპირ იყო მოთხოვნილი ევროკავშირიდან, დასავლეთიდან ეს პირდაპირ იყო მოთხოვნილი და გამოყენებული იყო, რა იცით, აქ როდესაც ჩამოდიან თავშესაფარს, როდესაც ითხოვენ ქალები, ხშირად არის მომენტი, როდესაც ამ ყველაფრის გადამოწმება ვერ ხერხდება ოჯახურ ძალადობაზე. თავშესაფრის მიცემა არა მარტო პოლიტიკური ნიშნით, ასევე აი ამ ნიშნითაც ხდება ზოგადად საფრთხე ემუქრება და მოითხოვეს ევროპელებმა პირდაპირ რომ საქართველოში ყოფილიყო ზენკაცრი ეგრეთ წოდებული ოჯახური ძალადობის კანონი, რადგან თვითონ ვერ ამოწმებდნენ ამ ყველაფერს და საქართველოს ამ პრობლემისთვის მოეარა შიგნით, რომ ამდენი თავშესაფარი არ მიეცათ. და აი ზუსტად ამიტომ მიიღეს ეს პრიორიტეტული დანაშაული, მაგრამ აქ ეუბნებოდნენ ამ ქალებს, რომ თქვენ ქვეყანაში ძალიან მაღალ დონეზე მოქმედებს ოჯახური ძალადობის კანონი და ჩაბრძანდით და იჩივლეთ და დაიჭერენ და ასე იქნება და ისე იქნება.
აი ამ იმით რა ქვია სისტემით ამუშავებდნენ და ამოქმედებდნენ ქართველი ერის წინააღმდეგ ეს შიგ უკნიდან განათლებული ევროპელები აი ამ კანონს. ნუ არ ვიცი ახლა გონია გადაშენების პირასაა ეგ ევროპისკენ გვინდა საქართველოში, მაგრამ აი ეს შიგ ევროპა გავიდა, მაგრამ კანონები დარჩა. და აუბედურებს ეს ხალხს. ამაზე არავის ლაპარაკი არ უნდა. არავის ლაპარაკი არ უნდა, ცოლი ცემა, ცოლ შეურაცხყოფა მიაყენა, ცოლი თავის დროზე არ იხმარა, ან ისე დროს იხმარა, როცა ცოლს არ უნდოდა. მიზეზი ბიჭო, ლავრენტი პავლოვიჩის არ იყოს. აიმე, კაცი იყოს დასაჭერი და მის მიზეზი 1000 მოინახებაო. ახლა რა შეეხება კურტანიძის საკითხს? ლუკა, ვიცი, ცოტა უფრო მეტი ახლოდან, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. ეს ადამიანი არის დაუმორჩილებელი პიროვნება. არის ეს მარტივად დასამორჩილებელი პიროვნება, ამიტომ მისი განეიტრალების და მისი მით უმეტეს აი კომისიაზე იყო ის ამბები მოყვა, მის წინააღმდეგ აამუშავეს ეს იარაღი. აამუშავეს ეს იარაღი, ყავთ ახლა დაჭერილი, გაგრძელდება მოძალადე პროკურორი, მოძალადე პარლამენტარი, მოძალადე სპორტსმენი, აქ იხულებენ ერთი წივილკივილი ატყდება ეს ბოზებს, ახლა შენ გააჩერებ ამ სოროსის ბოზებს და პიდარასტებს, ყველა გამოწვიდებიან ერთი ბევრის მიყოლებით წივილკივილს ატეხავენ. აი ასე გაგრძელდება ცხოვრება. თუ ეს კანონი არ შეიცვალა საქართველოში, თუ ქალებს არ ჩამოერთვათ ეს უზარმაზარი უფლებები, რომელი უფლებების პირდაპირ პროკურორები არიან. წადი შენი დედასაც შევეცი რა. აი პირდაპირ გეტყვი რა. აი მაგის გამო გეტყვი რა. აი ელემენტარული რაღაცა არის ხალხო. აი კანონი უნდა გაგთხარონ უკანალში შენს შენაირებს იმ ქოცებსაც იმ ნაცებსაც იმ ვინც იძახოდა იმ ევროპაში გვინდა და ამდენი გაუბედურება რომ მოუტანეთ ქართულ ოჯახებს ან წინა მთავრობას ან ახლანდელ მთავრობას ბიჭო ოჯახის ხელშეწყობა თუ გინდოდათ და ოჯახის დაცვა თუ გინდოდათ ოჯახებში ოჯახიდან არა ხართ გამოსული თქვენი ოჯახები მოვტყან მართლა მე რა ვინც ამაზე აპელირებთ რო თურმე ეს იყო ეს ოჯახიდან თუ ხართ გამოსული და ქართული ოჯახიდან ახართ გამოსული თქვენ ბოზიშვილებო ის არიცით რომ საქართველოში ძირითადი პრობლემები ოჯახებში ზუსტად სოციალური გაჭირვებიდან ხდება და ეს ახდენს ოჯახების დანგრევას რომ ქმარი იქეთაა გადახვეწილი ცოლი იქეთაა გადახვეწილი ოჯახში წამლის ფული არაა ეს არაა ისა ერთი ახალშექმნილი ოჯახების მიმართ ხარდასაჭერი კანონი მიგეღოთ ან ბინა შეღავათიანი კრედიტი ან ფულადი წახალისება ან ერთ შვილზე ან მეორე გიკვირ დემოგრაფია რატო ნადგურდება და ეს რა ნადგურდება და ის რა ერის მტრები ხართ თქვენ ერის მტრები ხართ ეს კანონები ყველა არის ქართველი ერის გაზანადგურებლად მოგონილი და თუ ვინმე სცემდა და თუ ვინმე კლავდა ჩემო კარგებო ხო მაგისტვის ყოველთვის არსებობდა იმაში რა ქვია სისხლის სამართლის კოდექსში ჩანაწერი რომ ადამიანის ცემა, ადამიანის მოკლა და ადამიანის წამება ეს არის დასჯადი და ნებისმიერ შეიძლება ეს წაიყენოს ერთი ადამიანი როცა მეორე ადამიანზე ძალოთ რა აქვს მნიშვნელობა ეს ქმარი იქნება, ცოლი იქნება, მეზობლის შვილი იქნება თუ ვინ იქნება. ამიტომ კანონების დეფიციტი კი არ იყო საქართველოში. ეს იყო ქართული საზოგადოების გატეხვისთვის და გადაგვარებისთვის მიღებული კანონი. აი ეს იყო. ხო, ასე რომ აი ეს სიბინძურე. ნუ ახლა იქნება ახლა ძუყნების პერიოდი არის ბადრი და ახლა ძუყნების პერიოდში ესენი ნიფხავს გადაიგლიჯავენ თავზე. ახლა ნახეთ ამ უნიფხვოკალების შეიძლება მიტინგებიც მოეწყოს. ერთი წივილკივილი მოხდეს. ბაია პატარაიებს დაიმეს, ახლა შენ დააკავებ? გამოვლიან ერთ უზარმაზარ მიტინგს მოაწყობენ. და ეს გააშუქებენ მე ამას დიდი ალბათობით ის ვითომ ახლა გაკონსერვებული ტევე პირველი და ისინი რომელიც საკუთარ თანამშრომლებს იმის გამოაგდებდნენ სამსახურიდან რომ რომელი სქესის რომელიაო ადამიანიო ახლა დედა და მამაო ვერ გაუგიაო შვილსო და ამის გულისთვის თანამშრომლებს ყრიდნენ სამსახურიდან და ახლა გამოვიდნენ ის დიდი კონსერვატორები და 24 საათი ის ჰქონდათ ბაია პატარაიას ნაბოდავები ჰქონდათ იმასკნელი ერთხელ ერთი მომენტი დამამახსოვრდა ვიღაცა ძუკნა ყავდათ მოყვანილი ჯერ როგორ შეიძლება ადამიანმა ესეთი რაღაცა თქვა რომ თურმე ქმარი ხშირად თხოვდა სექსს დღე და ღამე პორნოგრაფია ჰქონდა ჩართული და ამის გამო იძულებული გახდა რომ გაშორებულიყო
და ამას პირდაპირ ტელეკომპანია იმედი აშუქებდა პირდაპირ ეთერში და ძუკნა გალების ესა პრობლემების ტვინის წაღება პროფილი იქნებოდა ეს ნანუკა შოუები იქნებოდა თუ რა დედის თქონა და მამის შიმშილი იქნებოდა აი აქამდე მიიყვანეს საზოგადოება ეს არის ეს კანონი არის ისევე ამოსაძირკვი ისევე გადასაგდები და ისე არის გადასაშენებელი როგორც სხვა ბევრი რამე რომელიც სანამ თქვენ ქართულ საზოგადოებას გეძინათ ნამდვილად გეძინათ ნამდვილად მე დავდიოდი იქ პარლამენტის ხდომებზე და რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა ჩემ თვალწინ ხდებოდა მაგ ყველაფერი და კარგად ხედავთ ეს რელიგიასთან მიმართებაში რაზღებულობდნენ იმასთან რა ქვია ოჯახურ ძალადობასთან რაზღებულობდნენ და ათას უბედურებას აი ესეთი 10,000-ობით კანონი არის მიღებული რომელიც პირდაპირ იყო დავალება მიღებული შვედეთის განვითარების ფონდიდან ირიცხებოდა უზარმაზარი ფული და ყველა დეპუტატს მოდიოდა ინსტრუქცია, რომელი ინსტრუქციის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო გადაფორმატება ქართული საზოგადოების. კარლ ბილტი ხელმძღვანელობდა ამას, მაშინდელი შვედეთის პრემიერ-მინისტრი იყო, რომელიც აძლევდა ამას, რა ქვია, პირდაპირ დავალებას აძლევდა, იყო ეს აი ამ ელჭყპტფ-ებში იყო ყველა იმასკნელი და გულზე გასაკეთებული, რა ქვია იმას ბროშკები და პეიჯები და ჰალსტუხები და ეს ჩემს ერთ-ერთ გადაცემაში მქონდა კიდეც ეს ნაჩვენები მაშინ ტელევიზიით იყო მაგრამ ვინ აქცევდა ამას ყურადღება აი ეს კანონი ახლა მუშაობს ახლა უნდა გამოვიდეს და უნდა იძახოს ვიღაცამ ეს რადგანაც შეგნება არ გააჩნიათ და ბინძური საცვლების უკვე გადმოფენა ხდება ახლა იქ უნდა იძახოს იქ მეზობელმა იგი უნდა თქვას იქ იმან ცოლმა იგი უნდა თქვას ახლა შეერთება დოროყაშვილი 2 რომ მე ლამაზი გოგო ვარ მე ასე მიშვებოდა მე ისე მიშვებოდა სექსის დროს მაბამდა მათრახს მირტყამდა ეს თუ რამე სექსუალური ფანტაზიები აქვს ყველაფერი წამოუვა თავიდან ალბათ რო არ უკეთებდა შეიძლება იმის გამო და ესა ნორმალური საზოგადოება და ამ საკანონმდებლო სივრცეში ამ ველში ასე რომ ვთქვათ ამ ეკოსისტემაში აღზრდილი ახალგაზრდობა და ქვეყანა რომელშიც ეს უკვე ნორმათაა დამკვიდრებული ეს არ ვიცი როგორი საზოგადოება როგორი საქართველო წამოვა ხვალ არ მაინტერესებს მე სხვისი დაქორწინება არ დაქორწინების მიზეზი არ დაქორწინების მიზეზი მე ამას არ განვიხილავ არ მაინტერესებს ქართველ კაცობაზე ნუ დაიწყებენ პედერასტები ლაპარაკს რა ქართველი კაცობა პედერასტების და ლიბერასტების შესაძლებელი არა თქვენი უსაქციელობაში აფასებთ კანონის დონესთან დაკავშირებით როდესაც თქვენი მორალი ამოსავალი მორალი არის ის აიკიდოთ კაცს შემდეგ მიიღოთ მსხვერპლის სტატუსი წართვათ მთელი ქონება და იმ კაცს სახელი გაუტეხოთ შეურაცხყოფილი იჯდეს და თქვენ იყოთ მდიდრად აი ეს არის აი ამ კანონის ამოსავალი წესი და ამოსავალი რიგი აი ეს არის თქვენი მენტალიტეტი ეს არის თქვენი აზროვნება და ესე იგი რადგანაც ხალი ხარ თურმე და ეს რა ქვია გიცავს კანონი ყველაფრის უფლება გაქვს მორალი არა გაქვს ზნეობა არა გაქვს თავმოყარეობა არა გაქვს შეგნება არა გაქვს მარტო კაცის ძალა არის და ესა რა ქვია დასჯადი და ხალი რო ძალადობს სახში ესეთი ხალი რო ძალადობს ყოველწუთში რო წუწუნავს ყოველწუთში რო ყუყუნობს ყოველწუთში რო სხვირს აბზუებს ყოველწუთში რო დრუნჩი აქვს ჩამოშვებული და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ ყოველთვის რო უკამაყოფილოა შემოსავალი არა ის არა ეს არა 1000 პროვოკაციას რო უწყობს ხმას იმისთვის რომ ეს არაა მოძალადე რო ხელი დაარტყას ეს არ არის ძალადობა ამაზე კანონში არაფერი არაა მითითებული ამაზე არაფერი ეს ასე უნდა იყოს ხო აი ყველა მიცის რომ კაც ბედი ძალა აქვს ვიდრე ქალს და სამაგიეროდ რა ვიცი მე გადახედეთ ვიცი აგერ სტატისტიკას 90 უფრო მეტი პროცენტი კაცები მეტი ადრე კვდებიან ვიდრე ქალები და ნაძალადები ვის უფრო ეთყობა სტატისტიკიდან ჩანს მოკლედ ეს ყველაფერი არის ამ ყველაფრის გაგრძელება და ეს არ დამთავრდება საქართველოში სანამ ეს კანონები არ შეიცვლება სანამ ამათ ძალაუფლებას არ ჩამოართმევთ სანამ ხალი ოჯახში ხალის სტატუსს არ დაიბრუნებს არამედ პროკურორის სტატუსი რო აქვს ახლა მინიჭებული მანამდე ეს არ დამთავრდება და აი ეს ჩემო კარგო მოტანილი არის ამ ევროპულ გზაზე სიარულით
ხო, ჩემო კარგო, რო უნდა გააჯმევიო, რო ამბობ ამას ესეთ ქალსო სახლიდანო, ხო? აი, როდესაც გააჯმევიებ, მოადა შენ ნაწვალებ ქონებას წაგართმევს. და მოიყვანს მის ნაბოზარ ხალხს და 1000 პროვოკაციას მოგიწყობს. და მიდი მერე და იმართლე თავი. კანონს არ უნდა კონდეს ამის უფლება. კანონს არ უნდა კონდეს ამის უფლება, რომ თუ კი ყველა თანასწორი არის და თუ კი კანონის მიმართ ყველა თანასწორი არის, ხალის თანასწორია და კაცის თანასწორია. და აი, როდესაც არ ექნება კანონის იმედი, მაშინ მოიქცევა ისე როგორც უნდა მოიქცეს. როგორც შეეფერება ქალს აქცია, მე აქ მორალური მხრიდან ვერავისთან ვერ ამოვალ ინდივიდუალური საკითხი, ამით უმეტეს, როდესაც კანონმდებლობა მორალის, ზნეობის, სინდისის, ნამუსის ამ ყველაფრის თავისუფლებას იძლევა საქართველოში. საქართველოში კანონითაა მორალის თავისუფლება, სინდისის თავისუფლება და ამას კანონი აინტერესებს. მე კანონით მაგ ვიყო ამორალური და ვიქნები. მე კანონით მაგ უფლება, რომ ვიყო ამორალური. და მიადგეს შეიძლება საყვარლით ქმარს და უთხრას სამში შეთავაზოს სექსი და მერე იმან რა ქვია ქმარმა ერთის და მეორეს როცემოს და მოკლას ან რაღაცა ქმარია დამნაშავე თორცოლი კი არა ცოლს აქვს უფლება რომ იყოს კანონით ამორალური. ხო რა გინდათ ერთიება? აი ამაში არის საქმე რა. აი ამაში არის საქმე. ხო და ამას ვაწყდებით დღეს, ამას წავაწყდებით მომავალშიც. იმიტომ რომ ეს პოლიტიკური ველი არის, ეს საკანონმდებლო ველია, ეს ეკოსისტემა, ასე რომ ვთქვათ. და ეს გაგრძელდება. ჩემი პირადად ხარდაჭერა ვაშკაც ბიჭს. მე მოუწოდებ, ყველას მოუწოდებ, ხოცებო, თქვენ მოგიწოდებთ განსაკუთრებით. თქვენ არც მეგობარი იცით, თქვენი დედაშევეც თქვენ ხოცმა და მეგობარი სად უნდა იწოდეს საერთოდ. ხოცის ფენომენში არის მარტო ბიზინა. ამ ადამიანს ნუ გაწირავთ. აი ნუ გაწირავთ. ისედაც ტრაგიკული ბედის პიროვნება არის ყველაფერში დაწყებული თავისი დევნილობიდან, მერე წვალებით ცხოვრება, მერე თქვენ რომ დარეორს ფეხი გქონდათ ფეხზე გადადებული და ზოგი ნაცებში იყავით შემძრალი ეს ბიჭი ებრძოდა ამ ყველაფერს, პირადი ცხოვრებაც ასე არეული აქვს და 1000 უბედურება ხდება, ნუ გაწირავთ ამ ადამიანს. და ამ კანონზე იფიქრეთ. ამ კანონზე იფიქრეთ. ეხლა რო იძახით რომ თურმე უნდა გავაუქმოთ ეს გენდერის ცნებები, ესე პირველი ნინო წილოსანი ხელმძღვანელობდა მაგ ყველაფერს, აი ეს ძუკნა. თქვენი ძუკნა, ქალთა უფლებების დამცველი, ქალები და დიდი სიამაყით იმაშობოდნენ, ჭიმავდნენ ამ იმას კანონმდებლობას, რომ ამდენი ორდერი გამოიწერა, ამდენი ისა რა ქვია, ასე იქნა დაჭერილი, ისე იქნა დაჭერილი. ამდენი ადამიანი იხდის ციხეში და ამ სტატისტიკის მიხედვით ყოველი მეორე რა ქვია ქალი მსხვერპლია საქართველოში და ყოველი მეორე მამაკაცი მოძალადი. და რომ რა მოძალადეები ვართ ქართველები, მოძალადეები თქვენ რო ხართ ეს ფიდარასტ ფემინისტები ისე უნდა. არ ვიცი ჩემო ძმაო, მე არ მაინტერესებს. მე ამ თემაზე არ ვლაპარაკობ ვინმე პოლიტიკურ მოღვაწეობას კონკრეტულად მე არ განვიხილავ. არის პრობლემა, ამ პრობლემის ჩვეულებრივი ანარეკლი არის ეს, ვის რატო ებრძოდა, ვინმეს რატო აღარ ებრძვის, ვინ ასე იყო, ვინ ისე იყო, მე ამაზე ლაპარაკი არ ამბობ. მე მაგ კონკრეტულ ამ საკითხს. ეს ისე შეგეხება შენს, ისე შემეხება მეც, ისე შეეხება სხვასაც. მომავალში და ეს უბედურება არ დამთავრდება საქართველოში. გასაუქმებელია ეს კანონი და კიდევ სხვა ბევრი რაღაცები. აი ამის თქმა მინდოდა მე უბრალოდ და აი ამ ქალბატონს და მის სადაქალოს ჩემ გვერდზე რო ხარ, ჩემ მომხდარი და ვენებს რო იჭრით რომ ცხვენ მე არაფერი არ მცხვენია. მე არაფერი არ მაქვს, მე არაფერი სამარცხვინო, მე არ გამიკეთები არაფერი სამარცხვინო რომ ცხვენოდეს. სიმართლის თქმა სირცხვილი არაა კიდე რა. და ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია 11 წლიანი თანაცხოვრებას პატივის წეს და ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია რამდენი შემთხვევა ყოფილა იმისი, რომ როდესაც ორივე მხარე ღირსეული არის და ხომ მოხდა შეიძლება ადამიანები თანაცხოვრებაში ვერ შეეწყვენ ერთმანეთს და ერთიც წავიდა მის გზაზე და მეორეც წავიდა მის გზაზე ხასიათის ართანწყობის გამო რა. და ერთიც მეორეს პატივს სცემს და მეორეც პირველს პატივს სცემს თავისი ღირსეული ადამიანობიდან გამომდინარე, მტრად რატომ უნდა დაშორდე ადამიანს, თუ იმასთან არ გამოგივიდა, არ დაგიელაგდა თანაცხოვრება. რატო? აი
და რატო უნდა გამოფინო ბინძური ნიფხვები გარეთ. ქალზე ფიზიკურად მოცალადე კაცი უნდა დაისაჯოს. ვეი, შენ პატრონ, შენ დებილო, შენ დებილო, ავატყოფო, მიიყვანთ ადამიანს გაგიჟებამდე, მე დაარტყმევიებთ ხელს და მე იძახით ქალზე, ჩაიგდე ენა მუცელში და იყავი ნორმალური ადამიანი და არ იქნები ძალადობის მსხვერპლი. ეს რო გეყოლება, ამნაირი რო გეყოლება სახში და ყველაფერზე რო ყუყუნს და იმას წუწუნს დაგიწყებ. შენაირი მოძალადე, შენ არ აღარ მოძალადე? ამაზე ეტყვი ახლა რამეს? გამოგიხდება მე და გიჩივლებს, მიძალადაო. წაეთრიე რა. თქვენაირი ქალები საერთოდ უკაცოდ უნდა დარჩენ. პროფილში არ უნდა დაგანახოთ კაცმა. პროფილში არ უნდა დაგანახოთ, შეგიყოთ კი არა. წადით ეგერ და იმასთან ქალებთან დაწეკით და წადით ეგერ ცხოველებთან დაწეკით და 1000 ხელოვნური საშუალებაა გამოსული და წადით დაანებეთ დავი კაცებს. შენაირ ქალთან რომელმა კაცმა უნდა გაძლოს. ვის რა ჩემ ფეხებად ოქროს როგებას თავი გაქვს იმას ქნილი რა ქვია ავადმყოფის. აი ამის თქმა მინდოდა, კარგად ზანდებოდი.